საქართველოში ბავშვთა ზრუნვის რეფორმის განხორციელება გრძელდება. რეფორმის მთავარი მიზანია საქართველოში ყველა ბავშვი ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს. მოხდეს მომავალში ყველა პატარა, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობს, მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში გადავა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმის წარმატებაში გადამწყვეტ როლს სოციალური მუშაკები თამაშობენ, რომლებიც ბავშვის მდგომარეობას სწავლობენ და მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარებიან. და სოციალურ მუშაკთა რიგებს 30 ახალი წევრი შეემატა. მათ ჯანდაცვის მინისტრმა, ამერიკის ელჩის მოადგილემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოში საგანგებო კურსის დამთავრების სერტიფიკატები გადასცეს. ოჯახები, რომლებიც დღეს გარკვეულ სოციალურ შეჭირებას განიცდიან, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, განსაკუთრებით ელოდებიან ამ სოციალურ მუშაკებს. მათ უნდა ეწვიონ ბავშვთა სახლებში, შეაფასონ ბავშვები, უნდა განავითარონ სოციალური სერვისები რაიონებში, ქალაქებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ რეფორმისათვის კვალიფიციური სოციალური მუშაკის არსებობას. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ ბევრი ახალი სოციალური მუშაკი შეგვემატა, თუმცა ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ამ თემით მედია ინტერესდება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ პროფესიით უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს.